AI გაყიდვების გუნდს ვქმნით, რომელსაც ადამიანისგან ვერ განასხვავებ, ტელეფონს რო დაგირეკავს და თან ყველაზე მეტად მაგარი ის არის, რომ ძალიან ადამიანური ხმა აქვს და პლუს წამის მიასედებში პასუხობს როგორც ადამიანი. და ხვდება ხანდახან, იმიტომ რომ ხა მაგალითად ძველ AI მოდელებს რა პრობლემა მქონდა, იცი რაღაცას რო გელაპარაკებოდა აი სულ რო პატარაზე ხმა მოგეღო, ეგრევე ჩუმდებოდა და შენ გისმენდა რა. ეს ცოტა სხვანაირია რა, ეს რაღაცა თან გისმენს და თან აგზელებს რა, რომ ადამიანებით რა შეიძლება არა მე ჩემი უნდა დავამთავრო რა. და ეხლა მაგალითად AI გაყიდვების გუნდს ვაწყობთ, რომელიც ამერიკაში ჩვენი ტელეფონის ნომრით, ამერიკული ნომერი ავიღეთ და დარეკავს და შესთავაზებს ბრენდებს, რომ ესა და ეს კომპანია ვართ და ამადამ სერვისს ვაკეთებთ, ხوار დაინტერესდებოდი და ხოლმე ჩანიშნავს და მე კოლზე ჩვენ შევალთ რა, უკვე ადამიანი. ან შეხვალთ ან კიდე მაინც გააგზავნით თქვენს AI ნუ შეიძლება, სამომავლოდ შეიძლება, მაგრამ აი ისეთ მონოტორულ საქმეებში რაც მოითხოვს აი ადამიანის დიდ რესურსს რა და მართლა ნერვებზე მოქმედებს რა, ეხა როგორია რომ დღეში 100 კაცს დაურეკო და ერთ და იგივე სკრიპტი უმეორო. ხო, ზართულია სხვა შორის კი. ნუ მოსაბეზრებელია რა, ანუ ადამიანები ვართ ისეთი ინდივიდები, რომ შექმნილი ვართ რომ რაღაცა კრეატიული რაღაც ვაკეთოთ, ყოველდღე ახალი რაღაც ვიფიქროთ, რავი, ჩემი შეხედულება ეგეთია და ის ყველაფერი რაც მონოტორულია და განმეორებადი და რაღაცა ეგეთები შეგვიძლია უკვე ხელმონიტაჟს გადავაბაროთ.